საფუძველზე მის მიმართ გამოცხადება ძებნა. ოქრუაშვილის ინტერესები პროცესზე დღეს სამ ადვოკატს უნდა წარმოედგინა. თუმცა გივი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე მას ბრალდებული თავად დაუკავშირდა და პაპუაშვილის დაცვაზე უარი განაცხადა. ადვოკატმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვა. ადვოკატები მოხსენებენ ირაკლი ოქრუაშვილი 27 სექტემბერს ქრთამის აღების ფულის გათეთრების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მან დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალა. მან საქართველოს რამდენიმე დღეში მკურნალობის აუცილებლობის მოტივით დატოვა. გირაოს პირობების დარღვევის გამო დღეს ოქრუაშვილი ძებნილად ცხადდება. გირაოს ნაწილი 7,94,000 ლარი, რომელიც მისი მეგობრის ქიბარ ხალვაშის კომპანიამ გადაიხადა კი სახელმწიფოს გადაეცემა. საარჩევნო კოდექსზე უმრავლესობისა და ოპოზიციის კონსულტაციები დღეს ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან გაგრძელდა. კეთი გარდავა საუბრობს პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან დეტალებით საღამო მშვიდობის. კეთი, რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა? ამ შეხვედრის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ორივე მხარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოხდა პოზიციების თანხვედრა და ეს არის სწორედ დღევანდელი მოლაპარაკების შედეგი. რა თქმა უნდა, ორივე მხარე უმრავლესობის წევრებიც და ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც მიხეილ მაჭავარიანთან იმყოფებოდა დღეს მთელი დღის მანძილზე, საუბრობენ იმაზე, რომ რჩება ღია საკითხები, რომლებსაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნები აქვს, თუმცა ყველაფერი გადაწყდება ხვალ, როდესაც კონკრეტულად დაიწყება ამ ცვლილებების განხილვა. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იყო პარიტეტული წესით, ხელისუფლებას თავაზობს ოპოზიციას, რომ ყავდეს თვითო წარმომადგენელი ყველა იმ პარტიას, რომელმაც გადალახას საარჩევნო ბარიერი წინა არჩევნებზე, თუმცა ოპოზიცია და დარჩეს 7-კაციანი კომისია ხელხლებლად, თუმცა დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ ამ შემთხვევაშიც კი ვერ უზრუნველყოფს CSKO სამართლიან და ობიექტურ არჩევნებს, შესაბამისად მათ უნდა ყავდეთ თანაბარი წარმომადგენლები. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ისევე როგორც ოპოზიციის ნაწილი, რომელიც დღეს აქ იმყოფებოდა, ამბობდნენ, რომ დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილები არიან, ვინაიდან მათ გააცნეს სრული წინადადებების პაკეტი იმ ცვლილებების, რომლებსაც ითხოვენ და ელოდებიან ხვალინდელ დღეს. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც პოზიციები თითქმის უკვე შეჯერებულია. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს საკითხი, რომელიც თავის დროზე ფიქსირდებოდა ოპოზიციის მოთხოვნებში, არის მეტნაკლებად გაზიარებული, მათ შორის ისეთი საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ცოტა მოგვიანებით. თუ რაღაც სხვა ახალი მოთხოვნები იქნა დაყენებული ოპოზიციის მიერ, ბუნებრივია, ხა ამის განხორციელება უკვე შეუძლებელი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საბოლოოდ შევაჯერებთ ყველა პოზიციას, რაც უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხებს, მაჟორიტარული არჩევნების საკითხებს და ასე შემდეგ. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა იმუშავა დღეს კიდევ. არის გარკვეული, ასე ვთქვათ, თანხვედრი პოზიციები, ანუ პოზიციათა დაახლოება, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ არის გარკვეული შეუთანხმებელი მომენტებიც. აქედან გამომდინარე, რამდენადაც კოდექსის თემა არის მთლიანი, ასე ვთქვათ, დიალოგის შემადგენელი ნაწილი, ხვალ პარლამენტის თავმჯდომარესთან ალბათ გაგრძელდება საუბარი უკვე კომპლექსურად ყველა საკითხთან დაკავშირებით. ყველა საკითხში ოპოზიციის წარმომადგენლები გულისხმობდნენ და დღესაც აღნიშნეს, რომ გაიმეორეს იგივე მოთხოვნები მიხეილ მაჭავარიანთანაც, ყველა მედია საშუალების აღდგენა, ასევე შეწყვეტა სამართლებრივი დევნის იმ პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებთანაც სასამართლოს გაუჩნდა პრეტენზია, რომლებთანაც პროკურატურას გაუჩნდა პრეტენზია 7 ნოემბრის შემდეგ და ამბობენ, რომ ეს კომპლექსურად ყველა ამ საკითხს ისინი დასვამენ ისევ პარლამენტის თავმჯდომარესთან ხვალ. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს უნდა შემდგარიყო 7 საათზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ნინო ბურჯანაძესთან, თუმცა რადგანაც ოპოზიციის ნაწილი იმყოფებოდა მიხეილ მაჭავარიანთან, ეს შეხვედრა გადაიდო ხვალისთვის და კიდევ ერთი დავაზუსტებ, რომ დილას პირველ საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე დაიწყება ცვლილებების განხილვა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კოდექსს. დიდი მადლობა, კეთი კარდავა საუბრობდა საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში. Manchester საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შედის პარლამენტი განხილვას იწყებს იცვლება CSKO-ს დაკომპლექტების წესის საარჩევნო კომისიამ მხოლოდ პროფესიული ნიშნით არ დაკომპლექტება და მის შემადგენლობაში პარტიების წარმომადგენლები შევლენ. ახალი საარჩევნო კოდექსით უქმდება მაჟორიტარული სისტემა, რეგიონებში დეპუტატების არჩევა პარტიული სიებით მოხდება.
ვიცე-სპიკერთან შეკრებილი სპეციალური ჯგუფი დეტალებზე თანხმდება. ცვლილებები ძირითადად მაჟორიტარულ არჩევნებს და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეხება. ახალი მემარჯვენეების ინფორმაციით, პრობლემურ საკითხთან ნუსხა გარკვეულია და პოზიციების შეჯერება რეალურია. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, მაჟორიტარული სისტემა და ასე შემდეგ, სადღაც მომავალი კვირისათვის მზად იქნება უკვე, რომ კანონში აისახოს, კანონი იყოს უკვე როგორც კანონი და არა პროექტი. კონსულტაცია მიხეილ მაჭავარიანის კაბინეტში საღამოს 5 საათზე დაიწყო. ცვლილებებით გათვალისწინებული ცესკოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების დაშვება რესპუბლიკელებისათვის საკმარისი არ არის. ისინი საარჩევნო კომისიის პარიტეტული წესით დაკომპლექტებას მოითხოვენ. რესპუბლიკელები საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელ რამდენიმე ცვლილებას აკრიტიკებენ. უარს ამბობენ ამომრჩეველთა ბარათის მიწოდებაზე ამომრჩევლისათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ხდება იმასთან ერთად, რომ ხდება გადათამაშება საარჩევნო უბნებისა, მათი მისამართების შეცვლა, ფაქტიურად გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის მიმართული ნაბიჯი იმისაკენ, რათა აქტიურობა ამომრჩევლისა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს იყოს დაბალი. საბოლოო შეთანხმებას მუშა ჯგუფმა დღის ბოლომდე უნდა მიაღწიოს. პავლე კუნდულაშვილი განმარტავს, რომ ოპოზიციის რამდენიმე შენიშვნა გათვალისწინებულია. მათ შორის საკითხი, რომელიც მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა მაჟორიტარი რეგიონული წარმომადგენლის პრინციპმა ჩაანაცვლოს. ეს კი საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ნაცვლად მაჟორიტარული არჩევნებისა იყოს რეგიონალური წარმომადგენლობის პრინციპი შემოღებული და თითოეულ რეგიონს ყავდეს შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. რა ფორმით მოხდება ეს, როგორ გადანაწილდება მანდატები, ამაზე უკვე მსჯელობის შემდეგ მივხვდით. საუბარია საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლაზე. 19 ოლქის ნაცვლად ცვლილებები 14-ის არსებობას ითვალისწინებს. თითოეული საარჩევნო უბნის შესაქმნელად კი 2000-ის ნაცვლად შესაძლოა საკმარისი 1500 ამომრჩეველი იყოს. მუშა ჯგუფის შეთანხმების შემდეგ ცვლილებებს იურიდიული კომიტეტი დაამტკიცებს. კომიტეტის დასკვნის შემდეგ კანონპროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 2 დღის შემდეგ გაუქმდება. ნინო ბურჯანაძის განცხადებით 16 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დაიწყებს ნორმალურ რეჟიმში ცხოვრებას და გაგრძელდება პოლიტიკური კონსულტაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. დეკრეტით 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გამოსცა. საქართველოს ხელისუფლების სახელით მე უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ ამ წლის 16 ნოემბრის შემდეგ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმებული იქნება. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას და მუშაობას ნორმალურ, შვიდ დემოკრატიულ რეჟიმში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნა სტაბილურობა. ჩვენ ბუნებრივია იმ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში, ვაგრძელებთ სერიოზულ საქმიანობას და პოლიტიკურ კონსულტაციებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ძალიან განწყობილნი ვართ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდეს სერიოზული კონსენსუსით, რომელიც წაადგება ქვეყანაში სამართლიანი, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიწყებთ წინა საარჩევნო მომზადებას. ქვეყანაში ჩავატარებთ დემოკრატიულ სამართლიან არჩევნებს და ქართველი ხალხი თავად განსჯის და თავად გადაწყვეტს, თუ როგორ და ვისი ხელმძღვანელობით გააგრძელოს თავისი მომავალი საარჩევნო ციკლის ცხოვრება. და შეფასებები მოყვა ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საგანგებო მდგომარეობის 2 დღეში გაუქმების შესახებ. თამარ ურუშაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში დეტალებით. საღამომშვიდობის თამარ. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან დაკავშირებით შეფასებებს ოპოზიცია დღეს მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა. ჩვენ ვესაუბრეთ ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელს და მათი პოზიცია ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის პოზიტიური, თუმცა მათ მაინც აქვთ გარკვეული შენიშვნები და პრეტენზიები და ისინი აცხადებენ, რომ დეკრეტთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გარდა უნდა მოიხსნას ასევე სხვა შეზღუდვებიც. აქამდე რატომ იყო ის არის საერთოდ გაუკვეველი. რატო იყო ამდენი ხნის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა? ერთადერთი მიზნით, რომ მარტო მიხეილ სააკაშვილს ელაპარაკა ტელევიზიით და ყოფილიყო ბედნიერი, იმით რომ მას პასუხის გაცემა არავის არ შეუძლია მასზე. მაგრამ საგანგებო მდგომარეობა როგორც კი მოიხსნება, ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოს საზოგადოებას ისევ აღვადგენთ მოსახლეობასთან ურთიერთობას და მოსახლეობასთან ურთიერთობის აღდგენის შემდეგ დავილაპარაკებთ. რაც შეეხება ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას დაძაბულს, კარგია რომ ეს ყველაფერიც მოიხსნას.
ბუნებრივია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი საბაბითა თუ მიზეზით, შიდა თუ გარე ფაქტორით არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, რომ კვლავ საგანგებო მდგომარეობა შემოვიდეს, ან რაიმე სხვა ფორმით და ამან გადადოს 5 იანვრის არჩევნები. Ну, კარგია თუ გაუგდება, თუმცა ასე როგორც კი შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, მაშინ ვეთქვეს, რომ 2 დღეში შეიძლება გაუგდესო, შეიძლება არ გავაგზავნოთ და გადათქვეს, ასე რომ ეხლა როდესაც ხელისუფლებას კვირაში 7 პარასკევი აქვს, ვერაფერს ვერ იტყვი. თუ გაუგდება, კარგი იქნება. მე შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდება 22 ნოემბრის ნაცვლად 2 დღეში 16 ნოემბრის შემდეგ და შესაბამისად მოიხსნება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც სადეკრეტო პირობებში იყო და გამოცხადებული. დიდი მადლობა თამარ ურუშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შეერთებული შტატები მიესალმება 16 ნოემბრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განცხადებას მედია საშუალებების მაუწყებლობის აღდგენაზეც აკეთებს. მეთიუ ბრაიზას თქმით, აუცილებელია აღდგეს ტელეკომპანია იმედისა და კავკასიის მაუწყებლობა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პირველ რიგში იმისთვის, რომ ქართულ ამორჩეულს დემოკრატიის განვითარების რწმენა აღუდგეს. ამასთან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ევროატლანტიკური სივრცის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მისი მიზნების მიღწევაში. აუცილებელია ტელეარხების მაუწყებლობის, მათ შორის იმედისა და კავკასიის აღდგენა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, არხის ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციასთან იმაზე, რომ ტელევიზია ობიექტური, პროფესიონალური და საზოგადოებისთვის სანდო იყოს. დღეს ქართულ საზოგადოების ნაწილში არსებობს აზრი, რომ რუსთავი 2 ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმედი ძალადობისკენ მოუწოდებდა და გადატრიალებას ამზადებდა. ამაში დარწმუნებულია მთავრობაც. მედიისთვის ნდობის დასაბრუნებლად შესაძლოა გამოსავალი იყოს დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის შექმნა, რომელიც პროფესიული სტანდარტების დაცვას გააკონტროლებს. ასეთი პრაქტიკა ევროპაში უკვე არსებობს და შეიძლება ქართული მედიის განვითარებისთვისაც კარგი იყოს. ეროვნული საბჭოს წევრები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ დიპლომატებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლება სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. თუ ქვეყანაში დაუყოვნებლივ არ შეწყდება პოლიტიკური ტერორი, რომელიც მიმართულია როგორც პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ბოლო დღეების განმავლობაში იქნა დაბარებული პოლიციაში, ბევრი დაჯარიმდა, ბევრი კვლავ იმყოფება პოლიციის დაწესებულებებში, ძელდება ზეწოლა მასმედიის საშუალებებზე და ხელისუფლების მხრიდან ჩვენ არ გვაქვს პასუხი იმაზე, თუ რაელის ტელეკომპანია იმედს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც. საარჩევნო საკითხებზე მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შედგა მუშა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პროგრესი მიღწეული არ არის. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ჩვენს მიერ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს დაფიქრება იმაზე, ღირს თუ არა არჩევნებზე წასვლა. ხელისუფლება არის ისევ გათავხედებული, როგორც ეს იყო 2 ნოემბრამდე და 7 ნოემბრამდე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ თავხედობას თავი უნდა დაანებოს და გაიზიაროს ის, რაც მოხდა ქვეყანაში და პირველ რიგში უნდა გაიზიაროს პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა, იმიტომ რომ ხალხს ასე უნდა. ეროვნულმა საბჭომ სპეციალურად მოგვიწვია და გაგვაცნო ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში წინა საარჩევნოდ და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ოპოზიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტნე გამსახურდეს და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის ივანე ვოლონკინის სატელეფონო საუბრების ჩანაწერს ავრცელებს. ბოლო სატელეფონო საუბარი 7 ნოემბერს აქციის дашლის შემდეგ შედგა. Алло. Вы где, дорогой мой? Привет, Сотна. Как поживаете? Нормально. Вот, у вас как? Ну, у меня тоже неплохо. Вот был на мероприятиях вчера, сегодня. Я тоже был, вас видел. Да? Да. А почему я вас не заметил? Не знаю, вот с Константином вы стояли рядом. Сегодня, да, сегодня. С Константином будете где-то пересекаться еще, нет? Буду, конечно. А? Буду, конечно. Может быть, там шепнете, что вот тоже я хотел встретиться? Да нет проблем, вы что? Алло. Здравствуйте, дорогой. В течение часа что вы делаете?
А сейчас в течение часа я занимаюсь внутренней работой тут. У меня посол попросил срочно сделать одну работу. Вот. А Константин будет в театре, нет? Я не знаю, честно говоря. Не знаю, вот мы вчера с ним были в этом, спорили. Я вот сейчас буду встречаться просто с ним. Это самое, вот где-то вот через полчасика, наверное, в течение часа, одним словом, сейчас буду подниматься домой к себе. Я понял. Собственно, спросите, может быть, действительно, может быть, там завтра какое-то время. Да, обязательно. Нет проблем. Приветствую, дорогой. Привет. Как жизнь? Нормально, как у вас? Да тоже ничего вроде, более-менее. Да, вот я вот сейчас тоже в беготне, Иван Кириллович, это часам к 6, если ориентироваться на нашу встречу. Хорошо. Как ваше мнение? Хорошо, часам к 6 место встречи изменить нельзя. Я понял. Приветствую. Привет, дорогой, привет. Как жизнь-то? Ну, как может быть жизнь, да? Да. От думки, блядь, я просто вот, не знаю, вот возмущен, не передать словами. Подтвердилась информация? Не, ну какая информация? Ну, на чем я вам говорил пару дней назад? То, что они будут жестко вести все, это да, это ясно было. Не, ну я же вам говорю, я опоздал на 24 часа. О чем я всем говорил, блять. Короче, не будем сейчас по телефону, это я вам потом при встрече скажу кое-что. Ладно, хорошо. რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების გახსნას გეგმავს. 2 დეკემბრის არჩევნებში ამ რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და სამშვიდობო ძალების მოსამსახურეებიც მიიღებენ მონაწილეობას. არჩევნები აფხაზეთის თითქმის ყველა ქალაქში ჩატარდება. რუსეთის CSKO-ს ცნობით აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო კომისიებთან და უბნებთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილება. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ნოტა უკვე გაუგზავნა. ინფორმაციას აფხაზეთში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მოსკოვში დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლიც ადასტურებს. ჩემი ინფორმაციით საარჩევნო უბნები სოხუმში, გუდაუთასა და ოჩამჩირეში გაიხსნება. რაც შეეხება გალის რაიონს, ამასთან დაკავშირებით მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. არჩევნებში კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალების სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას. თბილისში, მოსკოვის და სოხუმის გადაწყვეტილებას აფხაზეთში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით უკანონოს უწოდებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით რუსულმა მხარემ თბილისს მხოლოდ ერთი საარჩევნო უბნის გახსნის თხოვნით მიმართა, რომელიც საელჩოს ტერიტორიაზე გაიხსნება. ქართულ მხარესთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ეს იქნება ქმედება, რომელიც ჩვენ მიერ განხილული იქნება ცალსახად, როგორც რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მცდელობისაკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი. ბუნებრივია ამას მოყვება შესაბამისი რეაქცია, ბუნებრივია ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას და გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ და დიპლომატიურ საშუალებას. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით აფხაზეთში 100,000, ხოლო სამხრეთ ოსეთში 50,000 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით ეს რიცხვი მთლიანად ამ რეგიონის მოსახლეობის რაოდენობას აღემატება. ორივე რეგიონში რუსეთის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და საარჩევნო აგიტაციასაც აწარმოებდნენ. ძირითადი პარტიების წარმომადგენლები რუსეთის იმყოფებოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ეწეოდნენ ეგ აგიტაციას, მოუწოდებდნენ ხმა მიეცათ შესაბამისი პარტიებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით 2003 წელს აფხაზეთში 5, ხოლო ცხინვალის რეგიონში 3 უბანი მოქმედებდა. საარჩევნო პუნქტების ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში განისაზღვრება. რუსეთის CSKO-ს ცნობით არჩევნებამდე 5 დღით ადრე უბნები უკვე გახსნილი უნდა იყოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვიზიტით თურქეთში იმყოფება. თურქეთის პრემიერთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარემა განაცხადეს, რომ 2010 წლისთვის სავაჭრო ბრუნვამ თურქეთსა და საქართველოს შორის $2 მილიარდ უნდა მიაღწიოს. პრემიერ-მინისტრებმა ბაქო-თბილისი-ყარსი მაგისტრალზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სარკინიგზო ხაზი უახლოეს პერიოდში გაიხსნება. დღესვე პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტსაც შეხვდა.
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირველ რიგში საქართველოს ექსპორტის განვითარებას. ჩვენთვის ეს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთის ბაზარი ჩვენთვის დაკეტილია, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალი ბაზრის მოპოვება და ახალ ბაზარზე დამკვიდრება. ასეთი ჩვენთვის გახდება თურქეთის ბაზარი. Gerek siyasi, gerek ekonomik ve ძალიან კმაყოფილი ვარ თანამშრომლობით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. დღეს თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. სურვილი გვაქვს და ვხედავთ შესაძლებლობებსაც, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ გაიზარდოს. ასევე ვაფიქსირებთ, რომ მხარდაჭერას უცხადებთ საქართველოს მთავრობას კონფლიქტების მოგვარებაში. ვიზიარებთ საქართველოს პოლიტიკას, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მთავრობა მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობისთვის მიწების დაკანონებას იწყებს. პრეზიდენტის ბრძანებულებით ის ადამიანები, რომლებიც მიწას ფლობდნენ და საკუთრება დოკუმენტურად დასაბუთებული არ ჰქონდათ, რეგისტრაციას გაევლიან. დედაქალაქის მერიაში განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. მერიის ხელხაზიკის მეთ გამარჯობეთ. მერიის ხელხაზე სატელეფონო ზარი დილიდან შემოდის. მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის პროცედურები აინტერესებს. დაინტერესება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდია. ესე იგი მიწის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში მერიის ხელხაზე შემოვიდა დაახლოებით 100-მდე ზარი. კონკრეტულად დაინტერესებთ ამ მიწასთან ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. მოსახლეობის მიერ დაკავებული მიწის საკუთრებაში გადაცემაზე 2007 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოცა. ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ფლობდნენ მიწას და დოკუმენტურად დასაბუთებული არ ჰქონდათ, რეგისტრაციას გაევლიან. მიწის ფლობელთა კატეგორია და რეგისტრაცია სამ ნაწილად დაიყო. ეს არის მარჯვენა ფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადამიანებს ჰქონდათ რაღაც გარკვეული დოკუმენტაციისა და მიხედვით, თუმცა საჯარო რეესტრში მათი გატარება და რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობით ვერ ხდებოდა. კერძო პირებს ან იურიდიულ პირებს ჰქონდათ სარგებლობის უფლებით, მათაც აქვთ შესაძლებლობა ეს სარგებლობის უფლება დაირეგისტრირონ და დაისაკუთრონ მუდმივ სარგებლობაში. ასევე მესამე კატეგორია, როდესაც ადამიანები დასაკუთრებულნი იყვნენ ამა თუ იმ მიწის ნაკვეთს, სარგებლობდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თბილისის ძველუბნებშია. მოსახლეობის უმეტესობას ბინა პრივატიზებული აქვს, თუმცა მიწა რეგისტრაციაში გატარებული არ აქვს. მერიაში სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა. საბუთის წარმოდგენიდან ერთ თვეში კომისიამ ამ პირის საკითხი უნდა განიხილოს და მიწა დაუკანონოს. არანაირი ვადები არ არის. დაწესებული ნებისმიერ დროს შეუძლია მოქალაქეს მოგმართოს, შემოიტანოს განცხადება, განცხადებას არსებობს ნუსხა დოკუმენტების, რაც თან უნდა დაურთოს განცხადებას, ეს არის ელემენტარულად ის დოკუმენტები, რაზეც ემყარება მისი უფლება ამ მიწაზე ყოფნის. განაცხადების მიღება დაწყებულია. საბუთები მერიაში მოსახლეობის ნაწილმა უკვე შეიტანა. კომისიას მომართე, რომ კერძო ბინა მაქვს ვიყიდე 99 წელს და ვერ ვახერხებდი დაკანონებას. რაღაც პრობლემები დავდიოდი აქეთ-იქით უწყებებში და ვერანაირად ვერ მოვაბი თავი და ეხლა რომ შეიქმნა კომისია მოვაკითხე და უკვე დამაკვალიანეს და იმედიც მომცეს, რომ შეიძლება თურმე დაკანონება. თუმცა არსებობს გამონაკლისი. საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, სკვერი, საზოგადოებრივი მიწის ნაკვეთი და დასასვენებელი ადგილი. მათაც ინტერნეტით სარგებლობთ მიწის რეგისტრაციის პროცედურებზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ თბილისის პორტალზე მოიძიოთ. იმ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, სადაც ბუნებრივი აირი არ არის, შეშის ვაუჩერებს მიიღებს. ამის შესახებ დავალება პრეზიდენტმა გარემოს დაცვის მინისტრს მისცა. ასევე პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოში უახლოეს მომავალში რამდენიმე ასეული ტრაქტორი ჩამოვა და რეგიონებში განაწილდება. მინისტრმა მიხეილ სააკაშვილისგან ტყიდან შეშის გამოტანაზე ყველანაირი ხელოვნური შეზღუდვის მოხსნის დავალებაც მიიღო. მოსახლეობის შეშასთან, შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ზამთარში გამიკეთეთ მოკლე ინფორმაცია, მე დავალება მქონდა ადრე მიცემული, რა ეტაპზე ვიმყოფებით ახლა და რა მდგომარეობა. დღეს მდგომარეობით ბატონო პრეზიდენტო 60%-მდე მოსახლეობის უკვე უზრუნველყოფილია შეშით. თუმცა აი ამ პირობებში მიმდინარეობს აქტიურად შეშის გამოტანა ტყიდან. ძირითადად იყო ხელისშემშლელი პირობები, იყო აგრეთვე ობიექტური მიზეზებიც, რომ შემოდგომის განმავლობაში მოსახლეობა ძირითადად დაკავებული იყო მოსავლის აღებით და ეხლა აქტიურად უფრო გადაერთა შეშის მომარაგებით. არის ხელისშემშლელი რამოდენიმე ფაქტორი, ეს არის უგზოობა ტყეში 15-20 წლის განმავლობაში მოიხსენებათ ტყეში გზა არ შეკეთებულა.
აგრეთვე მოსახლეობაში, სოფლებში არის ტექნიკის ნაკლებობა, ეს როგორც არის ტრაქტორები და სამხედრიანი მანქანები და ძირითადად ურმებით უხდებათ მოსახლეობას შეშის გამოზიდვა. ჩვენი ესე ვთქვათ, ჩვენი მიზეზის გამო ერთი თვით მოგვიხვდა დაგვიანება შეშის გამოყოფის, იმიტომ რომ ტენდერი ჩავარდა და შემდგომ გადავით ერთ-ერთთან მოლაპარაკებებით, რომ არ დაგვიანებულიყო და შესაბამისად ვამარტივებთ კიდე პროცედურებს, რომ მოხდეს რაც შეიძლება დროულად მოსახლეობისთვის შეშიც. რა სახის ტრაქტორები გჭირდება რომ გამოიტანონ შეშა? ეს ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული ბელორუსის ტრაქტორები, რომლებიც გზაში ეხმარებიან გზის როშებიდან ტყეში და შეეხება ტრაქტორებს, ესე იგი ჩვენ უახლოეს კვირეებში ჩემი დავალებით შემოვიდეთ რამდენიმე ასეულ ტრაქტორს და წლის განმავლობაში შემოვიდეთ დამატებით 3000 ტრაქტორს, რომელსაც დავარიგებთ სოფლებში. ეს დიდი ხნის გეგმა არის ჩვენ და ეხლა უნდა განვახორციელოთ. რაც შეეხება 60% უზრუნველყოფას, თქვენ ამბობთ, რომ ხალხს მოსაკრებელი აქვს გადახდილი და იღებს ხო შეშას? მოსაკრებელი აქვთ გადახდილი, 60% უკვე გამოტანილი აქვს და დანარჩენს ზოგს აქვს გადახდილი და გამოაქვთ და ზოგს გადასახდელი აქვს კიდე. მოდით ასე შევთანხმდით რა. იმ პირობებში, როცა ჯერ გაზი ბევრგან საქართველოს მიყვანილი არ აქვს და იმ პირობებშიც, როცა ეს საიჯარო ტყეები კი გავეცით, მაგრამ მოიჯარეები ჯერჯერობით ვერ ამუშავდა. ხელოვნური შეზღუდვების დაწესება ჩვენ მოქალაქეებზე შეშის გამოტანის არის არასწორი, არახუმანური და ლოგიკას ეწინააღმდება, მათ შორის ეკონომიკურ ლოგიკას. ამიტომ ჯერ ფიჩხისაც უფასო ხო ესეა? რაც შეეხება შეშას. დაარიგეთ საპრეზიდენტო ვაუჩერები 5 კუბომეტრამდე შესამდე პრაქტიკულად ერთი მანქანაა ყველა ოჯახზე. ეს რამდენიმე ასეულ 1000 ოჯახს შეეხება, ვინც ცხოვრობს სოფლად. და ეს უნდა მიცეთ, მათ უნდა გქონდეთ ხელშეეჭერათ და გქონდეთ უფასოდ, რომ არავინ არ გააჩეროს, არავინ არ შეუშალოს ხელი და ყველაფერი ეს იყოს დაკანონებული. ეს არის საკმარისი, რომ ზამთარი გადაიტანო. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ შეიძლება ცივი დღეებიც იყოს ძალიან დიდი, რაც არის პროგნოზით ამ ზამთარზე. ამიტომ არცად ჩვენი ლოზუნგი როგორც იყო და ჩემი გადაწყვეტილება ზამთარში არავის არ უნდა ციოდეს და არავის არ უნდა შიოდეს. ჩვენთვის რეგიონებში ბევრგან ეს იყო, სადაც გაზია, გაზის ვაუჩერები დავარიგეთ, ყველგან ვარიგებთ დენის ვაუჩერებს, მაგრამ გათბობა ეს ასევე არის შეშის საკითხი, იქ სადაც არ არის გაზი. ამიტომ გაზის ვაუჩერს სადაც აზრი არ აქვს, იქ დავარიგოთ შეშის ვაუჩერი. ისე რომ არ იყოს მართლა ტერორიზირება ხალხის, ყოველ პატარა რაღაცა იმას ხის ნაჭერზე, რომელსაც ისინი გამოიტანენ, იმიტომ რომ ესეც იცით, რომ ბევრ ადგილზე მოხდა ზედმეტად გაუგებარი, ჩემთვის პირადად გამკაცრება, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ამიტომ დაუყოვნებლივ დაბეჭდეთ ეს საპრეზიდენტო პროგრამა გააკეთა ვაუჩერების, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დარიგება, იქ სადაც ვამბობთ, რომ ეს ყველაზე აქტუალურია და ერთ სიტყვით ოჯახებს არანაირი პრობლემა არ უნდა ქონდეს. ვინც უკვე გადაიხადა მოსაკრებელი. იმას შეიძლება ეს ვაუჩერი გამოიყენოს მომავალ წელს. იმიტომ რომ ეს ვაუჩერი უნდა იყოს უვადო, ხო ასე? და ნუ ხა ზოგი გამოიყენებს წელს, ზოგი გადაცემს ხვას, ზოგი გადადეს მომავალ წლებისთვის. მაგრამ შეზღუდვა ამ ხრით ჩვენ ყველანაირად უნდა მოხსნათ. ჩვენ ხალხს უწყობთ ეკონომიკურ ათვისებას ჩვენი დღეების, რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა გქონდეს თავისი, ყავდეს თავის ფლობელი, თავის მოიჯარე, თავის პატრონი, როცა ეს საჭიროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხს შეუქმნათ პრობლემები. ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს, ბუნებრივი რესურსები ეკუთვნის ხალხს და ხალხმა უნდა ისარგებლოს სათანადო დონეზე. გასაგებია დავალება. გასაგებია. გრძელვადიან ლიცენზიატებს რაც შეეხება, რამოდენიმე უკვე ყავს და მათი კეთილინებით უკვე თვითონ ვეხმარებიან მოსახლეობას, ჩუქნიან შეშას რამოდენიმე რეგიონში. და მე არ მინდა რომ კეთილინებაზე ვიყოთ ჩამოკიდებული. ვინ მოინდომეს ჩუქებას და ვინ დააჭდება ურჩხულივით თავის გველეშაპივით თავის დღეს. სახელმწიფომ გადაიხადოს ფული, სახელმწიფო დაბეჭდოს ვაუჩერები, სახელმწიფო დაარიგოს და თვითონ ხალხმა განკარგოს. კი ბატონო. და ეს დაუყოვნებლივ ხვალ დილიდან, რომ დილის 10 საათიდან დაიწყეთ ბეჭდვა. და უახლოეს დღეებში დავარიგოთ. მე ვფიქრობ თქვენი სამისო შეძლებს ამის გაკეთებას. კი ბატონო. ტრაქტორები ჩამოვა დეკემბრის განმავლობაში პირველები და შემდეგ ეს მე ვფიქრობ გაზაფხულის ბოლომდე ამ პროგრამას დავასრულებთ. შევთანხმდით. კი ბატონო.